ბათუმის ნავთობტერმინალის ყაზახი თანამშრომლების მიმართ საქართველოში სისხლის სამართლის წარმოება შეწყდა. ინფორმაციას ყაზახური მედია ავრცელებს. ლაპარაკია ყაზახეთის სამოქალაქეზე, რომლებიც მუშაობდნენ ბათუმის ნავთობის ტერმინალში, რომელიც კომპანია ყაზტრანსოილის საკუთრებაშია. ბრალდებულებს საბაჟო წესების დარღვევას ედავებოდნენ, კერძოდ 10 ტონაზე მეტი არადეკლარირებული ნედლი ნავთობის საიდუმლოდ განკარგვას. სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება თებერვლის დასაწყისში მიიღეს აჭარის პროკურატურის დადგენილების საფუძველზე. სად არიან ახლა ყაზახეთის მოქალაქეები? თამარ დემეტრაშვილი შეეცადა დეტალების გარკვევა ამ საქმეზე. როგორც ირკვევა, საქმე ჩუმად და უხმაუროდ შეწყვიტეს, არადა ბათუმის ნავთობტერმინალში ძალოვანების შესვლა და ხელმძღვანელი პირების დაკავება გასული წლის დეკემბერში საკმაოდ სკანდალურად მოხდა და მაშინ ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახურმა ინფორმაცია გამოვლენილი მასშტაბური დანაშაულის სქემის შესახებ ფართოდ გაავრცელა. გამოძიება მაშინ ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულზე საუბრობდა და 15 მილიონი ლარის ღირებულების საწვავის საბაჟო პროცედურების გვერდის რეალიზებაში ამხელდა დაკავებულ ყაზახეთის მოქალაქეებს. ახლა კი ირკვევა, რომ დანაშაული საერთოდ არც მომხდარა. ყოველ შემთხვევაში ასეთი პასუხი მიიღეს Forbes ყაზახეთის ჟურნალისტებმა ბათუმის ნავთობტერმინალისთვის გამოგზავნილ კითხვებზე. ბათუმის ნავთობტერმინალის თანამშრომლების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე, რომელიც საბაჟო წესების დარღვევას უკავშირდებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის 4 თებერვლის დადგენილებით შეწყვეტილია სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულის არარსებობის გამო. ტერმინალის ყველა თანამშრომელი საკუთარ სამუშაო ადგილზე იმყოფება. კომპანია აგრძელებს ფუნქციონირებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სპეცოპერაციით მაშინ ნავთობტერმინალის 21 თანამშრომელი დააკავეს, მათ შორის იყო გენერალური დირექტორი, კიდევ 2 კომერციული და ოპერაციული მიმართულების დირექტორი. მაშინ ვრცელდებოდა ვარაუდი, რომ ბათუმის ნავთობტერმინალში შესვლა ლილვაშვილი ფარცხალაძის კლანის ჩანაცვლება ჩამოშორებას და ტერმინალში ახალი გავლენების დამყარებას უკავშირდებოდა. რამდენიმე დღეში 9 მილიონიანი გირაოსანაცვლოდ ყაზახეთის დაკავებული მოქალაქეები სასამართლომ თავისუფლა, თუმცა გამოძიება გრძელდებოდა. ახლა კი როგორც ირკვევა, საქმე საერთოდ შეწყვეტილია. ინფორმაცია კი საქართველოში ოფიციალურ უწყებებს არ გაავრცელებია. და ამ ფონზე ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრი ყაზახეთში ვიზიტით იმყოფება, ხვდება ყაზახეთის ძალოვან მინისტრსა და პრეზიდენტს. გამოძიება ბათუმის პორტში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მოტივით შევიდა, ყაზახეთის მოქალაქეები დააკავეს, დიდი ხმაური ატეხეს მთელ რეგიონში და ახლა ვიგებთ, რომ საქმე შეწყდა. სინამდვილეში ამ ყველაფრის უკან არა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მოტივი იდგა, არამედ ეს იყო გავლენებისთვის ბრძოლა. ერთი ჯგუფი წავიდა, მეორე მოვიდა, არსებითად სისტემა არ შეცვლილა, უბრალოდ ლილვაშვილი, ღარიბაშვილი ციხეშია და ამ ვერტიკალს ახლა ხელმძღვანელობენ მდინარაძე კობახიძე. ამ გაუმჭირვალე კორუფციული ინტერესების უკან დგას ჩვენი გაძვირებული ცხოვრება და ნათელი მაგალითია ბათუმის პორტი, რომლის მომსახურების ტარიფიც ყველაზე მაღალია მთელ შავი ზღვის აუზში და ეს ყველაფერი ცხადია აძვირებს ჩვენს ცხოვრებას და ყველა იმ პროდუქციას, რომელიც ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეს კორუფციული სპეცოპერაციები გარკვეულწილად ასევე ემსახურება რაღაცა კატეგორიის ვაჭრობას, რომლითაც ვაჭრობს ხელისუფლება და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილი. დაახლოებით ეს სცენარი არის ბათუმშიც. იმიტომ რომ ძალიან ასე ვთქვათ დიდი აჟიოტაჟი მოყვა ამ დაკავებებს, იყო დიდი სპეცოპერაცია და ეხლა საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ის, რომ საქმე შეწყდა და ოღონდ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მხოლოდ შეწყდა ყაზახეთის მოქალაქეების მიმართ. ამას ასევე ემთხვევა ვიზიტი შინაგან საქმეთა მინისტრის ყაზახეთში და შესაძლებელია, რომ რაღაცა პირობების სანაცვლოდ მოხდა ის, რომ ეს ადამიანები გაუშვეს და არა მარტო გაუშვეს, საერთოდ საქმე შეწყდა, ანუ ეს ადამიანები საერთოდ არ არიან დამნაშავეები იმაში, რაშიც ქართული მხარე ედავება. მაყურებელს შევახსენებთ, რომ ბრალდება, რომელიც დაკავებულ ყაზახეთის მოქალაქეებს მაშინ წაუყენეს, ჯგუფური ხასიათის იყო და მათ 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდათ.